მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენ იმყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება დაროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ესეთ შეკითხვას, ის რაც ვერ შენიშნეთ, მაგრამ უკვე მოხდა. არსებობს ჩვენს ცხოვრებაში რაღაც მოვლენები, პროცესები, რომელსაც ჩვენ და უნებურად ვთვლით ხოლმე, რომ თავისთავად ხდება. ისე ხდება, თითქოს რომ არაფერი მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა მე არ მიმიღია და ესეთი მოვლენები გავლენას ახდენენ ჩვენს დღევანდელ არსებულ სიტუაციაზე ან ცვლიან მომავალს, რომელშიც გვინდა რომ ვიმყოფებოდეთ და ვიცხოვროთ. ამიტომ დღევანდელი ეს შეკითხვა ზოგადი გაშლის ფორმატით იქნება. რა თქმა უნდა, საჯარო გაშლა და ყველას ცხოვრებაში და ყველასთვის ეს ვერ რეზონირებს. ამიტომ მოდი გავაკეთოთ სამი არკანით იდენტიფიკაცია, ვისთვის არის ეს გაშლა, ანუ რომელი ადამიანებისთვის იქნება და დავაიდენტიფიციროთ თქვენი სიტუაცია, ახლა თქვენ რა სიტუაციაში იმყოფებით. თუ რეზონირდება იდენტიფიკაციის პროცესი, განაგრძეთ ყურება. თუ არ რეზონირდა, ესე იგი ეს გაშლა თქვენთვის არ არის. ნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა. ჩემო ძვირფასებო, აქ რა ხდება? აქ ხდება ერთი ძალიან საინტერესო მომენტი. ანუ სიტუაცია, ვისთვისაც ეს კონკრეტული საჯარო გაშლა რეზონირებს, ეხება ადამიანებს, რომლებიც ნახეთ, 10-იანი თასები და 10-იანი ხმლები მოვიდა ერთად. და საინტერესო ის არის, რომ გვერდით ყავს არკანის სულელი. აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, რომ თითქოს რაღაცნაირად დაიღალეთ, ჩემო ძვირფასებო, დაიღალეთ თავის მოჩვენებით. დაიღალეთ იმით, რომ შინაგანად თქვენს შიგნით არის ესეთი სიტუაცია, ესეთი მდგომარეობა, მაგრამ გარეგნულად თქვენ თავს ავლენთ ესეთ ადამიანად. ანუ დაიღალეთ იმით, რომ უკაცრავად პასუხია და სხვის დაკრულზე ცეკვავთ. ანუ დაიღალეთ იმით, რომ მუსიკას სხვა უკვეთავს, ესე პირდაპირ მართლა და თქვენ ამ ყველაფერზე აწყობა, მოწყობა, მორგება გიწევთ, ხო? და შესაბამისად თითქოს რაღაცნაირად გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ნაბიჯები გადადგათ. არც იცით ეს ნაბიჯები შეცდომით იქნება, გაამართლებს, რა იქნება, როგორ იქნება, მაგრამ თითქოს უკაცრავად გადაწყვეტილება გაქვთ ისეთი მიღებული, რომ არაუშავს შემეშალოს ჩემ შეცდომებზე მაინც ვისწავლე. აი რაღაც ესეთი სიტუაცია თქვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია, ჩემო ძვირფასებო, ერთგვარი გათავისუფლების პერიოდია, მაგრამ აი გათავისუფლებასთან ერთად თითქოს არის ეს რაღაცა ამ მდგომარეობამდე, ანუ გათავისუფლებამდე, მოდი ესე ვთქვათ, მიხვედით უკიდურესი დაღლის ფონზე, უკიდურესი გადაღლის ფონზე და რაღაცნაირად აი ყელში ამოსული მდგომარეობა რო გაქვს ადამიანს და გადაწყვიტეთ, რომ გავრისკავ. თუ გამოვა, ის მაინც მეცოდინება, რომ გამოვიდა და გავრისკე და ვცადე და თუ არ გამოვა, ისიც მეცოდინება, რომ სანანებელი არ მაქვს უმოქმედობა. აი ესეთი სიტუაციაა მოკლედ. ნახოთ ახლა ამ ადამიანებისთვის თუ ეს რეზონირდა ეს მოცემულობა, ამ ადამიანებისთვის რა ვერ შენიშნეთ და რაც უკვე მოხდა, ჩემო ძვირფასებო. აი ნახოთ, რა ვერ შენიშნეთ ამ ადამიანებისთვის, ვისთვისაც იყო ის სიგნიფიკაცია, რაც უკვე მოისმინეთ. ძალიან უცნაურ ენერგიებს ვგრძნობ.
მართლა დაღლილ ენერგიებს ვგრძნობ, ძალიან უცნაურია. რა ვერ შენიშნეთ, მაგრამ უკვე მოხდა. ნახოთ. ხუთიანი პენტაკლები. ცხრიანი პენტაკლები. არკანი იმპერატორი. ხუთიანი ხმლები. არკანი იმპერატორი ქალი. არკანი ხუთიანი თასები. აი წეგანთ ყველა არ მithქვამს, უბრალოდ თავი შევიკავე კონკრეტული სიტუაციის განხილვისგან, იმიტომ რომ იყო იქ ერთი кейსი რეზონაციის დროს და აი ეხლა ისევ იგივე განმეორდა. ანუ 10-იანი თასები, 10-იანი ხმლები მოვიდა იქ და ჩემო ძვირფასებო აქ მოვიდა იმპერატორი ქალი და იმპერატორი მამაკაცი, ანუ წყვილი. და დაიღალეთ თქო წეგან გითხარით სხვის შეკვეთილ მუსიკაზე ცეკვით. აი ზუსტად ეს არის რა, რაღაცნაირად თითქოს თავის დაუნებურად თქვენ შორის მოხდა ეს წყვილებისთვის არის ეს გაშლა, შევიძლია თქვა ფაქტობრივად და თქვენ შორის მოხდა ერთგვარი გაუცხოვება, რაღაცნაირი გაუცხოვება. აი ნახეთ, სულ წყვილებია გამოსახული რა, რეალურად ნახეთ როგორი ბრძვის თეთრი და სტაფილოსფერი ლომი, ხო? თითქოს და როგორი ისეთი ანჩხლი თვალები აქვს. აი რაღაცნაირად თითქოს ტერიტორიების გადანაწილებაზე აქვს საუბარი. ტერიტორია შეიძლება არ იყოს აუცილებლად მიწასახლი ან ასე შემდეგ. ანუ გავლენის სფეროების, აი თითქოს აი ამ ომით, აი ამ მუდმივი ჭიდილით დაიღალეთ და ეს არის გაუცხოვება, ეს არის ემოციებისგან დაცვა, ჩემო ძვირფასებო. თუმცა რეალურად აქ რა სიტუაცია იცით? თქვენ ერთ დროს ძალიან კარგად იყავით ერთმანეთთან. თქვენ ერთ დროს იყავით საკმაოდ სოლიდური და გავლენიანი წყვილი. კიდევ რა ვერ შენიშნეთ? ხმლების დედოფალი. არკანი ზომიერება ისევ განმეორდა და 4-იანი თასები. აქ ჩემო კარგებო, თუ დაუშვათ წყვილებს შორის არის არკანი სამყარო. წყვილებს შორის არის ურთიერთობა, რომელიც ფაქტობრივად არის დასრულების ეტაპზე, ეს დასრულება ინიცირებულია ქალბატონების მხრიდან უშუალოდ, იმიტომ რომ ქალბატონებს არ ყოფნით ამ ურთიერთობაში და არ ყოფნიდათ ძალიან ბევრი დროის განმავლობაში სითბო, მზრუნველობა, ეს რაღაცა მხარდაჭერა, გაგება და ასე შემდეგ. ანუ აქ არის რაღაცა ძალიან ისეთი მდგომარეობა, თლად რო გითხრათ ახლა სიმართლე, აქ მე დაშლის ენერგიას არ მიჩვენებს, ანუ განქორწინება ოფიციალურად ნგრევას ესეც არ მიჩვენებს, მიჩვენებს სიტუაციას, როდესაც ადამიანები შეიძლება კიდევ იმყოფებოდნენ ქორწინებაში, ან კიდევ აგრძელებდნენ გარკვეულ წილად, ან გარკვეული ფორმით თანაცხოვრებას, მაგრამ მათ შორის ემოციური ბმა საერთოდ არ არის არანაირი და თუ რაღაცა ტიპის შემხებლობა აქვს ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან, ეს შემხებლობა ან სრულდება კამათით, ან სრულდება დეპრესიული, მელანქოლიური ურთიერთობით და ეს რაც ვერ შენიშნეთ და მოხდა, არის ზუსტად ეს, რომ რაღაც მომენტში ცხოვრებისეულად თქვენ ამ ურთიერთობის გაცივებას, ამ ურთიერთობის მინელებას თითქოს შეეგუეთ, აი თითქოს ჩათვალეთ, რომ ყველგან ესე ხდება, ყველასთან ესე ხდება და რაღაცნაირად აი ესე თავისთავად მოხვედით ამ მდგომარეობამდე და ამ დროს რეალურად ეს ასე რა თქმა უნდა არ არის, ხო? ნახოთ კიდე რა ვერ შენიშნეთ. ხო,
ორიანი ხმლები. არა, სულ წყვილებზე მელაპარაკება აქ. ჩამოკიდებული კაცი და კვერთხების რაინდი. რეალურად რო ვთქვა აქ ჩემო ძვირფასებო, არ არის კიდე ერთხელ ვამბობ და გამეორდები, არ არის სიტუაცია, როდესაც დაიშალა წყვილი და ერთად აღარ ცხოვრობს, ან დაუშვათ ერთად აღარ ურთიერთობენ ერთმანეთს, იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი საერთო გაქვთ. ძალიან ბევრ შემთხვევაში ეს გადათამაშდება ისე, რომ თქვენ ყავთ საერთო შვილები, გაქვთ საერთო ქონება, რომელსაც ფლობთ და ეს გუშინ შექმნილი რაღაცნაირი კაპიტალი არ არის როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური ფორმით, ხო? აქ არის სიტუაცია სხვათა შორის, როდესაც ქალებს შეიძლება გქონდეთ ისეთი განცდა, რომ მთელი ოჯახის ტვირთი შვილების არ ვიცი, შეიძლება ზოგ შვილიშვილებიც ყავთ, შვილების გაზრდის ტვირთი, მათი რაღაცა გზაზე დაყენების ტვირთი, მათი ემოციების გაზიარების და ასე შემდეგ. ყველაფერია ეს ოჯახთან დაკავშირებული სიტუაციები მხოლოდ თქვენზე გადავიდა და ადამიანი, რომელიც გეგონათ, რომ თქვენთან ერთად ეტაპ-ეტაპ გაიზიარებდა ამ ყველაფერს, ვერ და არ გაიზიარა, ხო? აი რაღაცნაირად თითქოს აი ამ მხრივ განაწყენებული ადამიანის ენერგიას მიჩვენებს, ანუ მოხდა ის, რომ თქვენ დაუშვით თქვენს ცხოვრებაში ესეთი ემოციური სიცივე და ემოციურ სიცივეზე მეტად აქ არის უფრო დაგროვილი უკმაყოფილებები, დაგროვილი წყენები და აი რაც წერან გითხარით რა, თითქოს ერთ ბაშად მოგინდათ, რომ ცირა მარტო შენ არა გაქვს იმის უფლება, რომ რაღაცა აქ მუსიკები უკვეთო და რაღაც შენ დაკრულზე აცეკვოს უყველა. აი თითქოს რაღაცა ეხა ქალის პოზიციიდან მე ვგრძნობ ენერგიას, რომ რაღაცნაირი ამბიცია, რაღაცნაირი მოთხოვნილება გაუჩნდათ, რომ მეც ვარ აქ და არანაკლებად უფლება მოსილი და უფლება უნარიანი ვარ, რომ მეც დაუშვათ მინდოდეს რაღაცეები და ისე ვაკეთოთ, როგორც მე მინდა. საკმაოდ გადამწყვეტი მომენტი აქ ფორტუნას ბორბალი მოვიდა, 10-იანი ხმლები, ხო. და არკანის სიკვდილი. აი ჩემო ძვირფასებო, ეს ეტაპი პრინციპში არის, შეგვიძლია ვთქვათ, აი ნახეთ, აქაც ხალია არკანის სიკვდილის არკანზე გამოსახული როგორც საოცარი არკანია, შეხედეთ. ხედავთ. აქ რა ხდება? თავი უჭირავს ადამიანის თითქოს. შემიძლია გითხრათ ერთი ის ნამდვილად და გარანტირებულად, რომ აი ეს სიტუაცია თუ გადალახეთ და დარჩით ერთად, ისე აღარასოდეს აღარ იქნება, როგორც იყო მანამდე. მაგრამ თუ ეს სიტუაცია ვერ გადალახეთ და დაიშალეთ, ამის მერეც მოგიწევთ, ჩემო ძვირფასებო, ძალიან ბევრჯერ გარკვეული ტიპის გადაფასებებთან გამკლავება, შეჭიდება, რაღაცა სიმართლეების გამოაშკარავება და დაძლევა, რომელიც რთული იქნება და შეიძლება ეს გამოაშკარავებული, ასე რომ ვთქვათ, სიმართლეები ერთგვარი სინანულის მიზეზიც გახდეს, რომ აი რატო ვითმენდი მაშინ აქამდე, ანუ ვისთვის რას ვაკეთებდი, ხო? აი ესეთი სიტუაციაა, მოკლედ, არ ვიცი ვისთვის რეზონირდება ეს გაშლა, ან ვისთვის იყო საჭირო მით უმეტეს ამ ინფორმაციის მოსმენა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რეზონირდა, იმედი მაქვს, რომ დაგეხმარათ. მოდი რაღაც რჩევას ამოვიღებ თქვენთვის, იმიტომ რომ დამაკლდა სიმართლე, რომ ვთქვათ, დამაკლდა მე აქ ინფორმაცია. ნახოთ რჩევა, რა რჩევას მოგცემთ იმ სიტუაციაში, ტარო. Raise the bar when you set higher standards for the people and situations
In your life, you create space for a new levels of joy and abundance, rise above old patterns. აი ზუსტად ეს არის რჩევა. როდესაც თქვენ უფრო მაღალ სტანდარტს აწესებთ იმასთან შედარებით. აი წაღა რო გითხარით, რომ რაღაც ამბიცია გაგიჩნდათ, თქო, რომ თქვენ შეგიძლიათ მუსიკა დაუკრათ და შეუკვეთოთ, ხო? აი ზუსტად აქ არის, როდესაც თქვენ ახალ სტანდარტს აწესებთ, როდესაც თქვენ გსურთ გადახვიდეთ ერთი დონიდან მეორე დონეზე, ხო? აი ეს ქმნის მოცემულობას, რომ ადამიანები ჯერ ესეთი ვერ ეგუებიან ამ ცვლილებებს და იწყება ეს კონფლიქტი. აი წაღა რო გითხარით, გავლენის სფეროების გადანაწილების ნაწილში, ხო? და ამავე დროს თუ ამას რაღაც ერთგვარ გეგმაზომიერ სვლას მისცემთ, ოღონდ ეს არ უნდა იყოს რაღაც ჯიუტად და მართლა სულელივით განხორციელებული პროცესი, იმიტომ რომ სულელის არკანი იყო აქ წეღან მოსული, უნდა გაითვალისწინოთ ცხოვრებისეული გამოცდილებები და ნელ-ნელა გამოათავისუფლოთ სივრცე ახალი ენერგიებისთვის, ახალი პროცესებისთვის, ახალი ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ თქვენნაირი მსოფლმხედველობა დღეს. ხომ მქონიათ ხშირად შემოძვირფასებო, რომ რაღაც მეგობრების ერთ ჯგუფს ჩამოშორდით თითქოს და ახლა სხვა ადამიანთა ჯგუფის, სხვა თვითშეგნების ადამიანთა კატეგორია გიზიდავთ და გაინტერესებთ. ეს ზუსტად იმის გამო ხდება, რომ თქვენი არაცნობიერი გონება პერიოდულად იზრდება. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როდესაც დეგრადირდება ადამიანი, მაგრამ მე არ მინდა რომ ამ უარყოფით კონტექსტში ეს საკითხი განმიხილო. და აი ზუსტად ეს პროცესია, ბუნებრივი სელექციის, ბუნებრივი გადაფასებების პროცესია, რა დროსაც, რა თქმა უნდა, ადამიანები ვერ ეგუებიან ცვლილებებს. ხშირია ხოლმე ესეთი შეუჩვეველს ნუ შეაჩვევო და შეჩვეულს ნუ გადააჩვევო. ერთიც რთულია და მეორეც რთულია. აი თქვენ ახლა აი ამ გადმოჩვევის და შეჩვევის პროცესში ხართ და ახალი რეალობის ფორმირების პროცესში ხართ, სავარაუდოდ ამიტომაც იყო ეს გაშლა აუცილებელი თქვენთვის და აი ამიტომ მივიღე ერთგვარი დავალება, შეიძლება ასე ითქვას, სამყაროსგან, რომ დღეს ამ ინფორმაციით წარმოსდგარიყავით თქვენს წინაშე. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩემთან ერთად, მადლობა, რომ მისმენთ, მიყურებთ მელოდებით და მე იმედს ვიტოვებ, რომ გამოიჩენთ უფრო მეტ აქტუალურობას, უფრო აქტიურობას ბუდიში და უფრო მეტად ეცდებით, რომ იყოთ ჩართული არხის განვითარებასა და ზრდის პროცესში. ეს თქვენი მხრიდან იქნება ერთგვარი მადლიერების გამოხატვის ყველაზე მსუბუქი და მარტივი ფორმა. დროებით, ჩემი მეგობრებო, შევხვდებით ძალიან მალე.